დღეს ტელეკომპანია მაესტროს ინტერვიუ მისცა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ ახლა ვთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან. მოგესალმებით ბატონო ბიძინა, თავდაპირველად მინდა საუბარი თქვენთან დავიწყო კონტროლის პალატის ქმედებებით ბოლოდროინდელი, მან დააჯარიმა უკვე რამდენიმე კომპანია, ასევე სავარაუდოდ დააჯარიმებს კიდევ რამდენიმეს. ივანიშვილსაც თქვენ გცნოთ სამართალდამღებ სუბიექტად. არსებობს მოსაზრება საზოგადოებაში, რომ კლინტონის ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდა და უფრო ამუშავა ეს პერკეტი. თქვენ თუ დაინახეთ განსახვალებული მოქმედება ხელისუფლების კლინტონის ვიზიტის დასრულების შემდგომ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ცდილობს სახე შეინარჩუნოს. ეს მოსალოდნელი იყო. მათ ძალიან ახშფოთებს და აღელვებულები არიან, რომ ქუთაისში წარმოხდეს მსგავსი დიდი მუხტის შექმნა, რაც ჩვენ მოახერხეთ და ვაჩვენეთ თბილისში. და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სახის შენარჩუნებას, საკუთარი სახე მათი მოგეხსენებათ მე პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე რა არის მათი სახე, სიცრუე და ძალადობა და სხვათა შორის ახლა ორივეს შესანარჩუნებლად იბრძვიან. პირველი დაჯარიმებებს რაც შეეხება პირადი თუ ჩემი ორგანიზაციების ან ჩემთან დაკავშირებული ორგანიზაციების ან ორგანიზაციების რომლებიც ჩემთან კავშირში არ არიან, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ დააკავშირონ, ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით. როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს. ანტენების გავრცელება, კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელება მოხდება ის, რომ თქვენი ტელევიზიაც და სხვა ტელევიზიებიც მოახერხებენ ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაგნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი და ეს ერთი და მეორე რაცაა ძალადობა, რაც ხდება იმერეთში, რომ დააკავეს რამდენიმე ჩვენი თანაგუნდელი. იქთან ნაწილი ახალგაზრდების მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების კარგად დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგნენ. ეს კარგად დაგეგმილი იყო და ამის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ ჩვენ მათაც არ მივატოვებთ, რა თქმა უნდა, და აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე და მათ დროზე ადრე გავათავისუფლებთ. ესენი ვერ მოახერხებენ ამდენხანს მათ დაჭერას და დაპატიმრებას, ამდენადაც ეს აბსოლუტურად უკანონოდ განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციაში ახალგაზრდები როგორღაც ჩაითრიეს, როგორც ჩანს, მე ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი კითხვები რჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად დაუდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ არავინ შეეხოს, არ დააზიანონ და რაც შეიძლება სწრაფად ავადგინოთ სამართლიანობა. ისტერიაშია სააკაშვილი, აგონია აქვს მათ და ხდებიან, რომ ყველაფერი მთავრდება. და ცდილობენ როგორმე ამ ორი მეთოდით და სხვა სალაპარაკო მას საკუთარ ხალხთან არაფერი არ აქვს სიცრუისა და ძალადობის გარდა სხვა ენა მას აღარ დარჩა საკუთარ ხალხთან სალაპარაკო მაქსიმალურად ცდილობენ ახლა როგორმე ქუთაისში შეაფერხონ ხალხის ჩამოსვლა და რასაც მე ვფიქრობ რომ ვერაფერს ვერ შეძლებენ და ყველაფერი განვითარდება ისე როგორც ხალხი არის ძალიან მაგრად მომართული და ყველაფერი ისე იქნება როგორც დაგეგმილი გვაქვს შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ განსაკუთრებით ბრძოლობენ უკვე ჩემს წინააღმდეგ გადავიდნენ გვარზე ორგანიზაციები აღარ ყოფნის რომ ტოტალურად ცდილობენ როგორმე შეაჩერონ როგორმე ივანიშვილი. ეს არის ძირითადი სააკაშვილის პრობლემა, მაგრამ ვერაფერს ვერ იზრდებენ. მე ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ნებისმიერი მათი მცდელობა ფუჭად დამთავრდება. და მე მინდა რომ მოსახლეობამ დაინახოს ის, რომ როგორ ძალადობას ახორციელებენ ჩემზეც და თვითონმა ცოტა აიტანოს. მე ძალიან ბევრს ვიტან. ლამის ახლა ცდილობენ, რომ აი ყველაფერს მიადგნენ. თუ კი რამეა ჩემს ირგვლივ, აბსოლუტურად ყველაფრის გაჩერებას და დაბადებას ცდილობენ და ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებენ. მაგრამ ჩვენ ვართ ბრძოლაში, მე კარგად ვაცნობიერებ, მე ყველაფერს ამას გაგებით ვღებულობ და მინდა რომ საქართველოს მოსახლეობაც ნახოს, რომ მე ვიტან ამას ყველაფერს და რაღაც პატარა შეურაცხყოფები თვითონაც აიტანეთ. გასაგებია, რაღაცას უნდა გაუძლოთ და გადავიტანოთ და მოვიშოროთ ეს მოძალადე კაცი და ერთი კაცის იდეოლოგიაზე უარი უნდა ვთქვა. ჩაგეკითხებით ბატონო ბიძინა, თქვენ დაინახეთ თუ არა, რომ ხელისუფლებამ გააძლიერა კლინტონის ვიზიტის დასრულების შემდეგ ზეწოლა ქართულ ოცნებაზე? ამ კითხვაზე მიპასუხეთ. თქვენ ალბათ ხედულობაში გაქვთ, რომ საზოგადოებაში ჭორი დადის, თითქოს კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილი. ძალიან ბევრი ჭორი შემოდის ჩვენთანაც. მე ძალიან კარგად ვიცი, მერაბიშვილის ძირითადი სამსახური არის სეთური სამსახური, რასაც ესენი აკეთებენ, სიცრუეზე აგებული, მათ ხავთ სპეციალური ჭორიკანები, რომლებიც ასეთ ჭორს ავცელებენ და ასეთი ვეყავთ ასეულობით მთელ საქართველოში, აი რაზეა დაკავებული და სად იხდება ჩვენი ფული მოსახლეობის. სეთურის სამსახური ახერხებს ამას, რომ გაავრცელოს ესეთი ჭორები, რომ თითქოს კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს, ამ დროს მწვანე შუქი კი არ აუნთო. რეალურად ვინც უყურა ამ შეხვედრას იქ ძალიან კარგად ჩანდა და ვისაც ანალიზის უნარი აქვს, რომ კლინტონმა რამდენჯერმე შეახსენა მათ რომ სააკაშვილის ასლის დროა და ხელისუფლება უნდა გადააბაროს. ეს რამდენჯერმე ჩანდა შეკითხვებში თუ მის გამოსვლაში. რომ ის გასაცილებლად ამზადებდა სააკაშვილს, ეს
ყველაფერს ამას ემჩნეოდა. მიუხედავად იმისა, სააკაშვილი ძალიან ცდილობდა სპექტაკლის დადგმას საკუთარი ჟურნალისტებით და ის ჩაკითხვებიც რაც მოახერხეს თქვა იქ. ორი ჩაკითხვა მოხდა და იგივე რუსთავი ორი და მე მგონი იმედი იყო მეორე. შეკითხვებზე რეაქციაც თუ მიაქციეთ ყურადღება იქ კლინტონის იყო აბსოლუტურად ადეკვატური, როდესაც სააკაშვილი ისე რუსეთის შეშინებას ცდილობდა რაღაცით თქვა და დაგეგმილი შეკითხვა მისცა რუსთავი ორი ჟურნალისტი იყო მგონი ძალიან კარგად უპასუხა ქალბატონმა კლინტონმა რომ თქვენ საქმეს მიხედეთ არჩევნები ჩაატარეთ დემოკრატიულად და ეს არის ძირითადი გასაღები და ეს არის თქვენი ძირითადი დაცვა. და ის ვინც ანალიზს თქვა ვერ აკეთებს და ვერ ახერხებს და მაინც იბნება თქვა ის გამოსვლა არ იყო ისე მარტივი. კლინტონი დიპლომატიურად ძალიან ცდილობდა ქალბატონი კლინტონი რომ დარჩენილიყო დიპლომატიის პარგლებში და ეგზედმეტი არაფერი არ ეთქვა და მოახერხა და რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგად გააკეთა რომ გამცილებელი კაც ზოგჯერ აქებენ კიდეც და რაც შეიძლებოდა თქვა ძალიან ძუნწად მაგრამ რაღაც საკებარი სიტყვებიც წამოწდა და ეს არ დააბნიოს ამან არ დააბნიოს ხალხი. და თუ მაინც ვერ ახერხებენ ამის კარგ ანალიზს ძალიან კარგი იქნება სააკაშვილის დემოკრატიის ძირითადი იდეოლოგიის სააკაშვილების სიგურული დემოკრატიის ძირითადი იდეოლოგიის გიგა ბოკერიას რეაქცია ნახეთ და შეკითხვები როგორ პასუხობს გიგა ბოკერია, როდესაც მას ეკითხებიან კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით, გიგა ბოკერია ვერ მალავს თავის გაღიზიანებას და ორჯერ იხსენებს ესეთ სიტყვებს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტ და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები და ქართველი ხალხის გასარკვევია ეს და არა რომელიმე სახელმწიფოს, მეგობრული სახელმწიფოც თუა და აშკარა მინიშნება იყო ამერიკაზე, ჩემი აზრით, რომ ბუკერი ესწრებოდა არა მარტო პრესკონფერენციას, არამედ შიდა შეხვედრასაც, სადაც აშკარად ჩანდა და ეს იგრძნობა ყველაფერი, რომ სააკაშვილის დაჟინებით ეუბნებიან, რომ შენ უნდა წახვიდე და წახვიდე დროულად და წახვიდე არჩევნებით. ბუკერიამ ამის გაღიზიანება ვერ დამალა გარეთ პასუხებში და ამერიკას ახსენებს უკვე ქართულ ხალხს არა. რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტი და ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ადრე თუ ესენი ცდილობდნენ მუდმივად ბოკერიას და სხვა იდეოლოგიების რომ ამერიკამ არჩევანი გააკეთა და ეს აუცილებლად სააკაშვილი უნდა იყოს, დღეს პირიქით ამერიკას მიანიშნებენ და ქართველი ხალხის დასაგონათაც ამბობენ რომ ამერიკის გადასაწყვეტი არ არის ეს. რამდენადაც აღარ აწყობს ამერიკის პოზიცია, რომელიც არის კვეთრად გამოხატული. კვეთრად გამოხატული ის კი არა, რომ ვინმეს უჭერენ ხალხს, ივანიშვილი არ მოყავს ხედულობაში. ქართულ ხალხს და დემოკრატიულ განვითარებას ჩვენი ქვეყნასაც უჭერენ ამერიკელები ხალხს და არა სააკაშვილს და ბოკერიამ ეს ვერ დამალა. ამავდროულად სხვა იდეოლოგიები და იგივე ბოკერიაც თავისავე შეკითხვებში იმასაც ვერ მალავს, რომ ესეთი გადაცემა ყველა არჩევნებზე ხდება ხელისუფლების. რა მოხდა, რომ ეს მოგვიწოდა კლინტონმა, რომ მოგვიწოდა, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება უნდა გადაეცეს. აბა ნახეთ 2008 წლის არჩევნების დროს, სად იყო მსგავსი მოწოდებები, რომ ხელისუფლება უნდა გადაეცეს და გადაეცეს კანონიერად. არც აქ არ არის დამთხოვა და აშკარა მინიშნებებია ყველგან, რომ სააკაშვილს მიუთითეს, რომ შენი დრო დამთავრდა და გეტილინებე და წადი და ესეც მოხდება, რა თქმა უნდა. და იქ სადაც ბოკერი ამბობს, რომ ქართული ხალხის გადასაწყვეტია, მე არ ვიცი, რომელ ქართულ ხალხს აპელირებს ბოკერია, რომელმა ქართულმა ხალხმა უნდა მიცეს ხმა მისებურ დემოკრატიას და სააკაშვილის დემოკრატიას. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, მაგრამ გადაწყვეტს ობიექტურად და ისე აღარ გაცრუდება და აღარ მოტყუდება, როგორც მოტყუდა 2003 წელს. იმას, რომ კლინტონმა თითქოს მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს, თქვენ ამ მოსაზრებას არიზიარებთ, მაშინ რით უნდა აუხსნათ? ცხადად გამკაცრებული პოლიტიკა რბილად რო ვთქვა, აი მაგით უნდა აუხსნათ ზუსტად. აი მაგით უნდა აუხსნათ ზუსტად, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა ეხლა წითელ ხაზზე დადიოდა მუდამეს და გადავიდა წითელ ხაზს იქეთ, არღვევს და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ის რაც დარჩა კიდევ ვიმეორებ, მას არაფერი აღარ დარჩა სათქმელი ქართულ ხალხთან, გარდა სიცრუისა და ძალადობისა და ცდილობს ამ ბოლო იარაღების მაქსიმალურად გამოყენებას და უყურებს რეაქციასაც, როგორი იქნება ქართული ხალხის რეაქცია პირველ რიგში და შემდგომ როგორი იქნება ამერიკის და ევროპის რეაქცია. მე გვიდებით რომ შესაძლოა რეაქციები იქნება და მას არ ექნება საშუალება. ესენი არიან ისტერიაში, აგონიაში მყოფი კაცის ქმედება ეს რომ ბოლო გაფართხალება იმერლებს ვეთქვი რომ ბოლო გაფართხალება დარჩათ, ბოლო მოძრაობები რომ როგორმე მოახერხონ და შეინარჩუნონ. რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ და მე მინდა მემართო იმერლებს, ესენი გამწარებულად და გააფთრებულად ცდილობენ ახლა როგორმე მოახერხონ რომ ქუთაისში არ მოხდეს ხალხის შეკრება. მე მინდა ვისარგებლო თქვენი თან შეხვედრით დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდო იმერლებს და ქუთაისლებს რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ არავის არ დავტოვებთ, ამათ არავითარი ძალა აღარ დარჩათ. ბოლო ამოსუნთქვისთვის ბრძოლობენ, არ შეშინდეთ. ესენი მხოლოდ შიშრებზე აკეთებენ ძალადობას, ახერხებენ ძალადობას. ვინც დაუდგება, ესენი ეცლებიან და ერიდებიან. რის საფუძველზე აკეთებთ ამ ოპტიმისტურ პროგნოზს? როცა თქვენ თვითონვე ამბობთ, რომ ხელისუფლება ყველანაირ ბერკეტს იყენებს და ყველაფერზე არის წამსვლელი, რომ ხელი შეკიშალოთ. მე ვაკეთებ ხალხის განწყობის საფუძველზე და ჩვენი კოალიციის სიძლიერის საფუძველზე. ჩვენ გავძლიერდით დღეს, გაძლიერდა სამოქალაქო სექტორი, გაძლიერდნენ ჩემი აზრით ოპოზიციური ჟურნალისტების და მათ სიმრავლე შეიმჩნევა რეგიონებში თუ გნებავთ.
თქვენი მხრივაც, თქვენი ტელევიზიაც მე ამას კარგად ვადევნებ თვალყურს. და საერთოდაც გადამწყვეტი არის ის, რომ ხალხმა გაიგო და გააცნობიერა, რომ შეიძლება დანდობა ჩვენს კოალიციაზე. შიში იყო ერთი ფაქტორი, მაგრამ შეიძლება ამ ბოლოს, რასაც მე ვიყენებ, უფრო მეტ ფაქტორი იყო აი იმის დარწმუნება, რომ შეიძლება ენდონ ახალ ძალას. და ამაში რა თქმა უნდა არის ჩემი როლი, ჩვენი კოალიციის როლი, ხალხმა ნახა, რომ ჩვენზე დაყრდნობა შეიძლება, ჩვენი ნდობა შეიძლება და შესაბამისად განწყობა ხალხის არის ისეთი, როგორც უნდა იყოს. და ისინი ეძებენ გამოსავალს ამ მოძალადე ხელისუფლებისგან და ამას ვერავინ აღარ შეაჩერებს. ტყუილია ამათი მცდელობების სიცრუეა ისევ მოჩვენებითია, ამიტომ ჩვენ მაგრად დავდგებით, კიდევ ვაჩვენებთ მუხტს, იმის შემდგომ კიდევ მუხტს ვაჩვენებთ და ამით ყველაფერი ოქტომბრამდე ისე ჩავა, რომ პრაქტიკულად ამათ არავითარი გაძალიანების უფლება აღარ ექნებათ. ეს სულ მალე, აი ეს ქუთაისი ახლა კარგად უნდა ჩავიტანოთ, რასაც ესენიც კარგად ხვდებიან. ქუთაისის საშინლად ეშინიათ, მათ ნახეს რომ დაკარგეს თბილისი. ეხლა ცდილობენ იქნებ როგორმე მეორე პლასტარმე ქუთაისს შეინარჩუნონ. ესენი არც ქუთაისლებს იცნობენ. თქვენ იცნობთ? რა თქმა უნდა, მე ვიცნობ ქართველებს. მე ადამიანის ხასიათი ვიცი კარგად და განსაკუთრებით კარგად ვიცი ქართველების და ქუთაისლების. ეს ჩემი მხარეა, ჩემი იმერეთია და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ქართულ ხალხს სურს და ყველაფერი იქნება ისე, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს ერთი ახირებული კაცის ნება ვერ შეაჩერებს და შინიც.